მოგესალმებით, ლევანი მასწავლებელი. ამ ვიდეოში გავივლით Arduino Python-ის კურსის მეორე იუნიტის მეხუთე ქვეთავს. შემოვედით მეორე იუნიტის მეხუთე ქვეთავში, პირველი ვიდეო, მეორე კვიზი, მესამე დაწერილი კოდი, სადაც უნდა შევიდეთ, გავარჩიოთ და ვნახოთ, რას გვიმზადებენ და რა ხდება. ესე იგი, დავიწყოთ თავიდან. პრინტი უკვე ვიცით რომ ბეჭდავს ტექსტს, ახლა აქ რა ხდება ნახეთ, ბრჭყალებში რომ არ ჩასული ესეც ახსნელი მაქვს ერთ დავალებაში წინასწარ აგიხსენით, მაგრამ ახლა კიდევ აგიხსნით რომ როდესაც ბრჭყალებში გვაქვს ჩასმული hello, ესე იგი ეს იბეჭდება ეს ტექსტი, შემდეგ ეს ტექსტიც იბეჭდება, მაგრამ ამათ შორის პლუსი რომ წერია, ეს ნიშნავს რომ გვერდით მიეწეროს, ანუ hello-ს მიეწეროს გვერდით world. ახლა აქ რა ხდება ნახეთ, print a, b, c ნახეთ, ანუ a არის ბრჭყალებში, მერე პლუსი არის მათი დამაკავშირებელი, b კიდე ცალკე ბრჭყალებში, პლუსი მათი დამაკავშირებელი და c კიდე ცალკე ბრჭყალებში. ესეც a, b, c მიეწერება გვერდით. ახლა ნახეთ აქ hi გვაქვს ბრჭყალებში ფიფქი და 3, ესე იგი hi უნდა გამრავლდეს 3-ზე და აი როგორც ხედავთ hi, ანუ 3ჯერ hi დაიწერა. ხოლო თუ ჩვენ გვინდა რომ hi-ს გვერდით მიეწეროს 3, ანუ მაშინ ეს ინტეჯერი ხომ არის და ინტეჯერი უნდა გადავაქციოთ ჯერ string-ად. ამიტომ hi-ს ვწერთ ბრჭყალებში, მერე გვერდით პლუს ვუწერ, რაც იმას ნიშნავს რომ გვერდით მიეწეროს რა string და 3, ესე იგი ინტეჯერს გადავაქცევთ string-ად და გვერდით მეწერება 3-იანი, ანუ აქ hi და 3 დაიწერა. შემდეგ აი ეს ტექსტი რაც ბრჭყალებშია ჩასმული, დაიბეჭდა ეს ტექსტი, შემდეგ გვერდით მიეწერა string 6, ანუ 6 ხო ინტეჯერია და string ეს ბრძანება ამ ინტეჯერს გადააქცევს string-ად, გვერდით მიეწერება ეს 6-იანი და შემდეგ მიეწერება აი ეს ტექსტი. ახლა კიდე რას უნდა დაუკვირდეთ, ნახეთ ABC რომ გვაქვს აქ ეს ABC ერთმანეთს მიაჯდა, ხო? მაგრამ აი აქ ამ 6-იანსა და ამ სიტყვას შორის ნახეთ space რომ არის ეს განაპირობებს ზუსტად რომ ამ ბრჭყალსა და ამ სიტყვას შორის არის ერთი space. მე ამას თუ წავშლი, მაშინ ეს გვერდით მიაჯდება ამას. ამიტომ ეს ასე უნდა იყოს, ესეც გასათვალისწინებელია რაღაც დავალებებში. Next დავაჭიროთ, გადავედით შემდეგზე. ესე იგი აქ შეცდომა უნდა ვიპოვოთ, კარგი გამოვწიეთ, runs დავაჭიროთ პირველ რიგში და რაღაცას გვიბეჭდავს. კარგი, აქ ცვლადი გვაქვს შექმნილი, ცვლადისთვის გვაქვს მინიჭებული აი ეს სიტყვა, ბრჭყალებში გვაქვს ჩასმული, სწორი არის, შემდეგ age გვაქვს ცვლადი შექმნილი და 7-იანი გვაქვს ჩაგდებული ამ ცვლადში, შემდეგ ნახეთ აი ეს ტექსტი დაგვიბეჭდა ბრჭყალებში რაცაა ჩასმული, პლუსი ნიშნავს რომ გვერდით მიეწეროს და აქ ეს ცვლადი მიეწერება გვერდით. ამ ცვლადში არის string-ი, ხო? ამიტომ ამას string-ად გადაგცევა არ უნდა. შემდეგ ამას გვერდით მიეწერება აი ეს ტექსტი, რასაც ხედავთ რომ ბრჭყალებშია ჩასმული, შემდეგ პლუსი ნიშნავს რომ გვერდით მიეწეროს age-ში არსებული მნიშვნელობა. age კი არის ცვლადი და მასში არის ინტეჯერი, ანუ 7 მთელი რიცხვი არის ჩაგდებული. ამიტომ ეს age უნდა გადავაქციოთ string-ად. ესე იგი, როგორც წინა სავარჯიშოში გვასწავლეს, აქ უნდა დავუწეროთ str, გადავედით ბოლოში და ბოლოშიც დავხუროთ ფრჩხილი, ისევე როგორც თავში გავუხსენით. გავუშვათ ახლა runs და აი როგორც ხედავთ, უკვე ჩაგვითვალა. და დაგვიბეჭდა ის, რაც უნდა დაიბეჭდა. Submit continuous დავაჭიროთ, გადავედით შემდეგზე, აქაც დაწერილი ხდება უკვე კოდი. კარგი, ახლა მოდი გავარჩიოთ თითოეული, მივყვეთ ხაზ-ხაზს ეტაპობრივად. ესე იგი, num people და num teams ცვლადები არ შექმნილი. მომხმარებელს int input-ით ვეკითხებით, რამდენი მოთამაშე უნდა იყოს ამ ტექსტს, რაც აქ გამოვიდა. შემდეგ ისევ num teams-შიც იგივენაირად int input-ით ვეკითხებით, რამდენი teams-ი უნდა იყოს, გუნდი, ხო? int input-ი აქ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად მთელი რიცხვი უნდა შევიყვანოთ. ანუ ვერ შევიყვანთ მაგალითად 25.3-ს, ხო? 25.3 ადამიანი არ არსებობს, ან არსებობს 25, ან არსებობს 24, ან არსებობს 26 და ასე შემდეგ. მთელი რიცხვი უნდა იყოს. ისევე როგორც გუნდი არ შეიძლება ნახევარი გუნდი იყოს. გუნდში შეიძლება იყოს ნახევარი
გუნდის წევრები წარმოდგენილი, მაგრამ თვითონ გუნდი არ შეიძლება ნახევარი იყოს, ხო? ეს ორი ხაზი კომენტარი არის. ახლა რა ხდება? People per team ეს არის ვლადი, რომელიც რას აკეთებს? Num people-ში არსებულ მნიშვნელობას მთელი გაყოფით ყოფს num teams-ზე. ანუ ეს ორი ხაზი ახსნილი მაქვს წინა ვიდეოში, ნიშნავს მთელ გაყოფას, ანუ მაგალითად 25 რომ გავყოთ 4-ზე ხომ არის 6 მთელი და კიდე წერტილის შემდეგ რაღაც გრძელდება, ხო? ამიტომ ამ რაღაცას აღარ ამოიღებს, ანუ ამოიღებს მთელი რიცხვს, ანუ ეს ორი დახრილი ხაზი. შემდეგ leftover-ი ცვლადი არის შექმნილი, რომელიც რას აკეთებს? Num peoples დანაშთავს num teams-ზე. დანაშთო რას ნიშნავს? გაყოფს და ნაშთი რაც იქნება, იმას ამოიღებს და შეინახავს ეს ცვლადი. ესე იგი num people-ი ჩვენ ხო შევიყვანეთ 25 num teams-ში შევიყვანეთ 4, ესე იგი 25-ს გაყოფს 4-ზე. პასუხი არ აინტერესებს, უბრალოდ ამას აინტერესებს ნაშთი. 25 არ იყოფა 24, ხო და 25-მდე რჩება 1, ანუ 1-ს მიიღებს, ანუ ეს leftover ცვლადი მიიღებს 1-ს, მნიშვნელობა 1-იანს. და შეინახება ეს 1-იანი აქ. შემდეგ უბრალოდ ბეჭდავს. აი ამ ტექსტს ეს 1-იანი მთლიანი დიდი ტექსტი არის და აი ეს ხაზი, ეს არის ქვედა ხაზზე გადატანა, ანუ თუ მე ერთ ხაზზე ამას ვერ ვატევ, კი დავატევ, მაგრამ ძალიან გრძელი გამოვა, ხო? ამიტომ მე შემიძლია გადავიტანო ამ ხაზით პლუსი და გაყოფის ხაზი ხო მარჯვნიდან მარცხნივ არის დახრა და ეს არის პირიქით უნდა დავხაროთ და ამის შემდეგ მე შემიძლია გადავიტანო ტექსტი აქეთ და შეცდომა აღარ იქნება პროგრამისთვის. და შემდეგ გვიბეჭდავს უბრალოდ აი ამ ტექსტს ბრჭყალებში როდესაც ჩასმული გვერდით მიეწერება string num teams, ანუ იქნება ამდენი ჯგუფი, ეს ტექსტი დაიბეჭდება, შემდეგ გვერდით მიეწერება string people per team და შემდეგ მიეწერება ეს ტექსტი, ანუ როგორც წინა სავარჯიშოებში იყო, უბრალოდ ამ ცვლადებს გადავაქცევთ string-ად, ხო? ანუ იმიტომ რომ ეს ცვლადები ინახავს ინტეჯერებს. ესეც და ესეც. აქ თუ გვექნებოდა 1 ხაზი, მაგ შემთხვევაში, აი მოდი 25 enter და 4 enter. მაგ შემთხვევაში 6.25-ს დამიწერდა. ამიტომ 6.25-ს ვერ დავწერ, ხო? 6.25 არ შეიძლება იყოს ჯგუფი, ხო? თიმი. ამიტომ ვწერთ აქ თელ გაყოფას. კარგი, next დავაჭიროთ. ნახოთ ახლა აქ უკვე ჩვენი გვაქვს დასაწერი კოდები. რას გვეუბნებიან? ესე იგი, უნდა შევქმნათ ცვლადები name და age. Name უნდა გავუტოლოთ Arthur-ს, age უნდა გავუტოლოთ 62-ს და უნდა დავუბეჭდოთ აი ეს ტექსტი. მოდი ამ ტექსტს ახლა მე ასე დავაკოპირებ და აქ ჩავსვამ და დავიწყეთ. ესე იგი, შევქმნით ორი ცვლადი name და age. ესე იგი, name უდრის და name იყო Arthur-ი, ანუ ეს უნდა გავუტოლოთ ამას. ოღონდ რა თქმა უნდა ეს ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ. აქ ბრჭყალი და ბოლოშიც ბრჭყალი. შემდეგ age უნდა იყოს 62. ჩამოვედით ქვევით, ახლა უნდა დავუბეჭდოთ აი ეს ტექსტი. print ბრჭყალი ბრჭყალი და პირდაპირ ეს ტექსტი რომ ჩავსვათ აქ, ნახეთ. პირდაპირ ეს ტექსტი რომ ჩავსვათ აქ. ასე კი დაგვიბეჭდავს ამ ტექსტს. მაგრამ რა თქმა უნდა არ ჩაგვთვლის. იმიტომ რომ Arthur-ის და 62-ის ადგილზე ჩვენ უნდა დავწეროთ ცვლადები. ოღონდ Arthur-ი და 62 არ უნდა იყოს ბრჭყალებში მოქცეული. ესე იგი Arthur-ის მარცხნივ აი აქ ჩვენ უნდა დავხუროთ ბრჭყალი. შემდეგ დავწეროთ პლუს, გადავედით Arthur-ის ბოლოში და დავხუროთ ბრჭყალი. აქ ისევ დავწეროთ პლუსი. ისევ დავწეროთ ბრჭყალი. 62-მდე დავუწეროთ ისევ ბრჭყალი. 62 წავშალეთ საერთოდ. იმიტომ რომ age უნდა დავწეროთ აქ და პლუსი გვინდა და ეს არის string და age.
გადავედით გვერდით, პლუსი გვინდა, ისევ ბრჭყალი გვინდა და აქ დაშორება. აბა გავუშვათ ახლა. ართურის მაგვირად აქ name უნდა დავწეროთ. როგორც აქ გავაკეთეთ ისე, გავუშვით ახლა და აი ახლა უკვე დაგვიბეჭდა და ჩათვლითაც ჩაგვითვალა. მაგრამ ნახეთ თუ მე აი ამას შევცვლი 62-ის მაგვირად 63-ს დავწერ, ხო? აქაც 63-ს დამიწერს. ართურის მაგვირად basic-ას დავწერ. აქაც იგივეს დამებეჭდავს. Check-ით ჩამithლის. Submit continuous დავაჭიროთ, გადავედით შემდეგზე. ნახოთ ახლა აქ რას გვეუბნებიან. ესე იგი აქ უნდა დაუბეჭდოთ მართკუთხედის ფართობი და პერიმეტრი. ესე იგი მართკუთხედის სიგრძე-სიგანე 10 და 5, length-ი და width-ი. კარგი, დავწეროთ ესე იგი შევქმნით ცვლადი length უდრის 10 და ბრჭყალებში ავსვამთ, იმიტომ რომ ინტეჯერია, width-ი ახალი ცვლადი შევქმნით და უდრის 5-ს. ჩამოვედით ქვევით და ახლა შეგვიძლია პირდაპირ დავუბეჭდოთ და პრინტში გამოვთვალოთ ამათი ფართობი. ან შეგვიძლია კიდე ახალი ცვლადები შევქმნათ, გამოვთვალოთ ამათი ფართობი და პერიმეტრი და მერე დავუბეჭდოთ. მოდი პირდაპირ print დავწეროთ, გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი, დავწერეთ ფართობი, გადავედით გვერდით პლუსი, ხო ასე უნდა დავწეროთ. show exercise, ხო. 1 და 2 წერტილიც, ხო, 2 წერტილიც მიწერია. გადავედით გვერდით და ახლა აქ რა უნდა გავაკეთოთ? ნახეთ, ამათი ფართობი რა არის? length-ი გამრავლებული width-ზე, ხო? ანუ აქ მე ეს პირდაპირ შემეძლია დავწერო length გამრავლებული width-ზე, აი ასე length pip-ი და width. მაგრამ ასე რომ დავაჭირო რანს არ ჩამithვლის შეცდომა იქნება, იმიტომ რომ აქ string-ი მაქვს, აქ ინტეჯერი. ამიტომ ეს უნდა ჩავსვა str-ში, გადავედით ბოლოში, დავხურეთ ბრჭყილი. გავუშვით და ახლა უკვე გამიკეთა. იგივენაირად ვაკეთებთ ახლა პერიმეტრზეც. print გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი. დავწერეთ დავწერეთ 2 წერტილი, გადავედით გვერდით, გავწერეთ პლუსი, ისევ string-ი, გავხსენით ბრჭყილი და ახლა აქ რას ვაკეთებთ? ესე იგი პერიმეტრი რა არის? ორჯერ length plus width, ხო? ანუ 2 გამრავლებული length plus width. ამას წერთ შეულებრივად 2 გამრავლებული, ოღონდ length plus width კიდე ბრჭყილებში უნდა. plus width. აი ასე და როგორც ხედავთ, აქ 3 ბრჭყილით დაიხურა, ხო? ერთი ბრჭყილი არის აი ამისი length და width-ი, მეორე ბრჭყილი არის აი ამ string-ის და მესამე ბრჭყილი არის მთლიანად ამისი. Runs დავაჭიროთ და როგორც ხედავთ, ესეც დაგვიბეჭდა, check-ი ვნახოთ, ჩაგვითვალა, გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. კარგი, ახლა ნახეთ რა უნდა გავაკეთოთ. ესე იგი წინა დავალება ცოტა უნდა გავაუმჯობესოთ. წინა დავალებაში ჩვენ თუ გქონდა რომ სიგრძე-სიგანე განსაზღვრული გქონდა, ანუ ცვლადებში გქონდა გატანილი, ახლა უბრალოდ მომხმარებელს დავკითხოთ ეს. ანუ ჩვენ წინა დავალება შეგვიძლია დავაკოპიროთ და გადმოვიტანოთ აქეთ და length-ში და width-ში int input-ი ვკითხოთ. მაგრამ მოდი დავწეროთ გადმოკოპირებას ყოველთვის ჯობია რომ თქვენით ხელით დაწეროთ. ესე იგი შევქმნით ცვლადები length უდრის, ჩამოვედით ქვევით width უდრის, ავედით ზევით. ახლა აქ input გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი და აი აქ ეს ტექსტი წამოვიღოთ. აი ეს what's the length დააკოპირეთ და პირდაპირ ჩასვით აქ. ეს არის ტექსტი, რაც უნდა შევეკითხოთ users. იგივეს ვაკეთებთ აქაც input გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი, show exercise დავაჭირეთ და წამოვიღეთ აი ეს ტექსტი და ვაკოპირეთ და ჩავსვით აი აქ. გადავედით ბოლოში, ჩამოვედით ქვევით. ახლა შეგვიძლია ისევ ცვლადები შევქმნათ და შევინახოთ ამ მართკუთხედის ფართობი და პერიმეტრი, ან შეგვიძლია ზუსტად იგივენაირად დავწეროთ, რაც წინა სავარჯიშოში დავწერეთ.
ესე იგი, print გავხსენით ბრჭყალი, დავწერეთ აქ ტექსტი 2 წერტილი, გადავედით გვერდით, პლუსი, შემდეგ str string გავხსენით ბრჭყილი და length-ი გამრავლებული width-ზე, ხო? გამრავლებული width-ზე. გადავედით ბოლოში, ჩამოვედით ქვევით. იგივენაირად print გავხსენით ბრჭყალი, პერიმეტრი 2 წერტილი, გადავედით პლუსი, str გავხსენით ბრჭყილი, 2 გამრავლებული ბრჭყილი გავხსენით ისევ length დამატებული width-ზე. გავუშვით, ესე იგი აქ მომხმარებელს გვეკითხება რამდენი არის სიგრძე, მაგალითად სიგრძე იყოს 4, სიგანე იყოს 2 და აქ გამოგვითხრის რომ ფართობი იქნება 8 და პერიმეტრი 12, 8 იქნება 4x2, კი ბატონო, პერიმეტრი იქნება 2 პლუს 4 გამრავლებული 2-ზე, ანუ 12. თუ ჩვენ შევიყვანთ რაიმე სხვა, აი მაგალითად შევიყვანთ 25-ია სიგრძე და 12-ია სიგანე, მაშინ გვეტყვის რომ ფართობი არის 300, ხოლო პერიმეტრი არის 74. სულ ეს არის წესით უნდა ჩაგვითვალოს, გვითვლის, submit continuous დავაჭიროთ, გადავედით შემდეგზე და ბოლოში აბა რას გვეუბნება. მოკლედ ახლა აქ გვაქვს საკმაოდ ბევრი სამუშაო, გვაქვს დასაწერი პროგრამა, რომელიც დაეხმარება მზარეულებს, ასე რომ ვთქვათ, კერძის სალათების მომზადებას. მზარეულებს არ ჭირდება ჩვენი დახმარება, მაგრამ მაინც ასეთი სავარჯიშო გვაქვს დასაწერი. უნდა ვკითხოთ მომხმარებელს რაიმე სალათის 3 პროდუქტი, ანუ 3 ცვლადი გვინდა. შემდეგ უნდა ვკითხოთ ასევე თითოეული პროდუქტი რა რაოდენობის ჭირდება, ანუ ერთ სალათს. მერე უნდა ვკითხოთ რამდენი პორციის მომზადება უნდა მომხმარებელს, users და პროგრამამ უნდა დაუბეჭდოს ამდენ პორციაში რა რაოდენობის დაჭირდება თითოეული ინგრედიენტი. კარგი. დავიწყოთ ეტაპობრივად და მივყვეთ. შევქმნათ ცვლადი, პირველ ცვლადს დავარქვათ ინგრედიენტი 1. უდრის და მომხმარებელს ვეკითხებით, შეიყვანა პირველი ინგრედიენტი, ხო? ესე იგი, მხოლოდ გვჭირდება input. გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი და enter. ნუ ეს შეგვიძლია აქედან დავაკოპიროთ, ნახეთ. აი, ეს enter ingredients 2 წერტილი, გადავიდით ბოლოში. შემდეგ, როდესაც ამას შევეკითხებით, შეიყვანა პირველი ინგრედიენტი, შემდეგ ვეკითხებით, თუ რა რაოდენობის ჭირდება ეს ინგრედიენტი, ხო? მოდი ამას დავარქვათ უნციებში, უნდა ვკითხოთ და შესაბამისით სახელს დავარქვათ ცვლადს. ingredient 1 უდრის და ახლა ნახეთ, აქ ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს არა მთელი რიცხვის შეყვანა, ანუ 1.7-ის შეყვანაც უნდა შეგვეძლოს. ამიტომ ჩვენ ამისათვის ვიყენებთ არა input, არამედ float input. გავხსენით ბრჭყილი, გავხსენით ბრჭყალი და აი აქ უკვე უნდა შევეკითხოთ, ესე იგი ამან პირველ ინგრედიენტში თუ შეიყვანა ეს mixed greens, მაშინ ჩვენ უნდა უთხრათ რა რაოდენობის, ეს შეგვიძლია დავაკოპიროთ, ounces of, ნახეთ, ასე, გადავედით გვერდით, პლუსი დავუწერეთ და ingredient 1 დავუწერეთ გვერდით. აი ეს, მაგალითად გავუშვით, ხო, runs დავაჭირე. შემეკითხა მაგალითად greens დავწერე, ხო? მე უნდა შემეკითხოს რა რაოდენობის წვანილი გინდა. ამ შემთხვევაში აქ კი გააკეთა ეს, მაგრამ ბოლოში თუ გვინდა რომ 2 წერტილიც დაწეროს, მაშინ აქ ისევ პლუსი გვინდა, ისევ ბრჭყალი გვინდა, ისევ 2 წერტილი გვინდა. ახლა იგივე პრინციპით მივყვებით ქვევითაც. მოდი ეს ჩვენ შეგვიძლია საერთოდ დავაკოპიროთ, Ctrl+C, Ctrl+V და აქ უნდა შევუცვალოთ უბრალოდ სახელები, რა თქმა უნდა, ეს ანუ ინგრედიენტი 2 და
რაოდენობა 2, შემდეგ შევიყვანე ინგრედიენტი, აქ შეგვიძლია შევიყვანე ინგრედიენტი 2, ასე დავარქვათ და აქაც რა თქმა უნდა 2 უნდა იყოს. კარგი. მოდი გავუშვათ runs დავაჭიროთ. ესე იგი, გვეკითხება პირველ ინგრედიენტს, შევყვანეთ მაგალითად greens, შემდეგ გვეკითხება რამდენი უნდა იყოს ეს, ანუ 1.5 პირობითად enter, შემდეგ გვეკითხება მეორე ინგრედიენტს, მაგალითად მეორე ინგრედიენტი იყოს კიტრი, cucumber და ეს მაგალითად გვეკითხება, ნახეთ, რამდენი უნდა იყოს ეს კიტრის, მაგალითად იყოს პირობითად 3, ახლა ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. იგივენაირად ახლა მივყვებით, ეს დაკოპირებული მქონდა მგონი, ისევ ჩავსვით აქ და აქაც რა თქმა უნდა შევცვალეთ, ეს უნდა იყოს 3, ეს უნდა იყოს 3, შემდეგ აქაც ვუთხრათ შევიყვანეთ 3, მოდი ბარემ თავშიდაც ვუთხრათ ეგ პირველი ინგრედიენტი 1, 2, 3, შემდეგ შევიყვანე მესამე ინგრედიენტი და მითხარი მესამე ინგრედიენტის რაოდენობა. კარგი, ეს ახლა უკვე შევიყვანეთ ჩვენ, დავწერეთ, რომ ესე იგი ვეუბნებით და ვეკითხებით პირველ ინგრედიენტს და რაოდენობას, ვეკითხებით მეორე ინგრედიენტს და რაოდენობას, ვეკითხებით მესამე ინგრედიენტს და რაოდენობას. Всё, ეს გავიგეთ. ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ თუ რამდენი პორცია ჭირდება, ანუ რამდენი პორციის მომზადება სურს users, ხო? ამისათვის შევქმნათ ცვლადი უდრის და აქ როგორ ვეკითხებით ამას, რამდენი პორციის მომზადება გსურს, ხო? მაგრამ თავარი მიზანი არის, რომ აქ დავწეროთ input-ის სწორად და ბრჭყალებში, რასაც გვინდა, იმას ჩავწეროთ. შეგვიძლია ქართულად ჩავწეროთ, შეგვიძლია ინგლისურად ჩავწეროთ, შეგვიძლია ფრანგულად ჩავწეროთ, გერმანულად, შეგვიძლია show exercise დავაჭიროთ და აი აქ ეს დავაკოპიროთ და ეს ჩავსვათ. შეგვიძლია ქართულადაც ჩავწეროთ, რა რაოდენობის პორცია გსურს. აი ეს. ახლა გადავედით ბოლოში და ახლა ჩვენი თავარი მიზანი რა არის? ჩვენ უნდა გამოვთვალოთ, რომ თუ ერთ სალატს ეს ინგრედიენტი ჭირდება ამ რაოდენობის, მეორე ეს ინგრედიენტი ჭირდება ამ რაოდენობის და მესამე ეს ინგრედიენტი ჭირდება ამ რაოდენობის. მაშინ თუ პორციაში მომხმარებელი შეიყვანს, რომ უნდა პირობითად 4 სალატის მომზადება, ანუ 4 პორციის მომზადება, მაშინ უნდა გამოვთვალოთ თითოეული რამდენი დაჭირდება. თუ ერთს ესენი სჭირდება, მაშინ 4-ს დაჭირდება 4-ჯერ ის, ხო? ამიტომ ესენი უნდა გადავამრავლოთ ერთმანეთზე. შევქმნათ 3 ცვლადი, total მაგალითად 1, total 2 და total 3. უდრის და უდრის. თუ ერთ პორციას ეს ინგრედიენტი ჭირდება ამ რაოდენობის, მაშინ 3 პორციას დაჭირდება, ანუ ეს გამრავლებული ამას. იგივენაირად ქვევითაც, ხო? ნუ მეორე ინგრედიენტიც, ანუ ეს გამრავლებული ამაზე, ანუ თუ ერთ პორციას ჭირდება ეს რაოდენობა, მაშინ აქ თუ 3 შევიყვანთ, 3 პორციას დაჭირდება 3-ჯერ ეს რაოდენობა. თუ 7 შევიყვანთ, მაშინ 7-ჯერ ეს, ხო? ამიტომ ყველა ვარიანტი უნდა გადავამრავლოთ ერთმანეთზე და მესამესაც იგივენაირად ვაკეთებ. თუ მესამე ინგრედიენტი ერთ პორციას ჭირდება ამ რაოდენობის, მაშინ პორციები რამდენიც მინდა, ესეც უნდა გადავამრავლო პორციებზე. Всё, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ მივიღეთ ამ რაოდენობას რამდენი თითოეული ინგრედიენტი ჭირდება, ანუ რაოდენობრივად რამდენი სჭირდება. ახლა ჩვენ ეს უნდა დავუბეჭდოთ. print გავხსენით ბრჭყილი, როგორც ვიცი, 3 პრინტი გვინდა, ხო? ესე იგი print და print. გავხსენით ბრჭყილი. ახლა show exercise ვნახოთ. ესე იგი ნახეთ, ესე იგი სულ დაგვჭირდება
ეს ტექსტი აუცილებლად უნდა დავაკვირდოთ. შემდეგ mixed greens არის ის რასაც ინახავს აი ეს ცვლადი. ამ შემთხვევაში ეს არის რასაც ინახავს მეორე ინგრედიენტის ცვლადი და აი ეს არის რასაც ინახავს მესამე ინგრედიენტის ცვლადი. ესე იგი აქ ჩვენ როგორ უნდა გავაკეთოთ? მოდი პირველ რიგში რაც აუცილებელია ისინი დავაკოპიროთ Ctrl+C და ჩავსვათ სამივეგან, მოდი ამას ცოტა ზევით ამოწევ, ასე ჩავსვათ აქ ბრჭყალებში სამივეგან, გავხსენით ბრჭყალი, ჩავსვათ ეს და ეს ტექსტი ახლა თავის ბრჭყალებიანა ისევ დავაკოპირეთ და ჩავსვით ქვევით აქაც და აქაც. ახლა რას ვაკეთებთ? ესე იგი პირველში უნდა დაუბეჭდოთ პირველი ინგრედიენტი თუ რა რაოდენობის დაჭირდება, მეორე პრინტში უნდა დაუბეჭდოთ მეორე ინგრედიენტი რა რაოდენობის დაჭირდება და მესამე პრინტში უნდა დაუბეჭდოთ მესამე ინგრედიენტი თუ რა რაოდენობის დაჭირდება. ამიტომ ჩვენ აქ პლუსი უნდა დავწეროთ და ესე იგი მთლიანად დაგჭირდება აქ ხომ აქვს ნახეთ ეს ამ რაოდენობის. ანუ mixed greens ახლა რა ინახავს? ხო შეიძლება მე არ შევიყვანო პირველი mixed greens და პირველი შევიყვანო ისა cucumber, ხო? ამიტომ აქ გვინდა ჩვენ ცვლადის სახელი, ანუ აქ გვინდა ჩვენ ინგრედიენტის სახელი, ხო? აი აქ გვერდით ამას უნდა მიეწეროს პირველი ინგრედიენტის სახელი. ამას გვერდით უნდა მიეწეროს მეორე ინგრედიენტის სახელი, ამიტომ ამას ორიანს დავუწევ. ხოლო ამას გვერდით უნდა მიეწეროს მესამე ინგრედიენტის სახელი, ამიტომ ამას სამიანს დავუწევ. ახლა აქ პლუს დავწერ, აქაც პლუს დავწერ, აქაც პლუს დავწერ და ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ესე იგი ჩვენ ამ დასახელების ინგრედიენტი გვინდა რამდენი რომელიც ცვლადი ინახავს? ამას ინახავს total 1, ხო? ესე იგი ამას დავაკოპირებ და ჩავსვამ აი აქ total 1, აქ უკვე total 2 იქნება და აქ უკვე total 3 იქნება. კარგი. ახლა ესენი ჩავსვით print ჩავსვით. ინგრედიენტში ვინახავთ ჩვენ strings, აქაც და აქაც. ხოლო total-ში ვინახავთ უკვე floats, ხო, რიცხვს. ამიტომ ეს რიცხვი ჩვენ უნდა გადავაქციოთ string-ად. ამიტომ str გვჭირდება აქ. ბოლოში აუცილებლად ფრჩხილი. აქაც str ბოლოში ფრჩხილი და აქაც str ბოლოში ფრჩხილი. მოდი ახლა გავუშვათ და ვნახოთ. რანს დავაჭიროთ? ესე იგი გვეკითხება პირველ ინგრედიენტს. მოდი ამ შემთხვევაში პირველი ინგრედიენტი იყოს cucumber, ხო? და თუ ერთ პორციას მაგალითად პირობითად სჭირდებოდეს 1.5 cucumber. შემდეგ გვეკითხება მეორე ინგრედიენტს. მეორე ინგრედიენტი მოდი იყოს პომიდორი. ერთ პორციას მაგალითად სჭირდებოდეს 2 პომიდორი. შემდეგ გვეკითხება მესამე ინგრედიენტს, მაგალითად იყოს greens, წვანილი და სჭირდებოდეს, არ ვიცი, 1 კონა ალბათ, ხო, კონობით. Enter და შემდეგ მეკითხება რამდენი პორცია უნდა იყოს. რამდენი პორცია მინდა რომ გავაკეთო და მაგალითად მინდა 4 პორცია გავაკეთო. Enter-ს დავაჭერ და უკვე მეტყვის რომ ესე იგი 4 პორციისთვის მე დამჭირდება 6 კიტრი, 8 პომიდორი და 4 წვანილი. მაგრამ აქ ნახეთ კიდევ ერთი რაც შეგვიძლია აქ რომ დავამატოთ. აქ cucumbers რომ გვერდით მიწერილი არის, ხო, გვერდით არის მიმჯდარი ეს 6-იანი. თუ გინდა რომ აქ ასე არ იყოს მიმჯდარი და space იყოს ამათ შორის, მაშინ აქ პლუსის შემდეგ მე უნდა გავხსნა ბრჭყალი, space და ისევ პლუს. ანუ აქაც ბრჭყალი, space ისევ პლუს. აქაც ბრჭყალი, space და ისევ პლუს. წესით checks დავაჭიროთ, გვითვლის, submit continuous დავაჭიროთ, გადავედით უკვე შემდეგ ქვეთავზე.